state in Europe does not make you a member and does not make ევროპის სახელმწიფოდ ყოფნა თქვენ არ ხდით ევროპის გაერთიანების წევრებად და არ გაძლევთ რაიმე უფლებებს. რუსეთმა და ბელარუსმა ეს კარგად იციან. ამიტომაც ვართ აქ პარლამენტარები დღეს. კონვენციები ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახება, რომელთა წინაშეც ჩვენ ჩვეულებრივ დემოკრატიულ წყობილებაში პასუხისმგებლობა გვაკისრია. მოდით ნუ დავივიწყებთ ფასს, რომელსაც ბევრი ქართველი იხდის დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისთვის. არ უნდა არსებობდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, პადრი ჯაფარიძისა და სხვა პირების წინააღმდეგ. ნება მომეცით გავიმეორო გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის სიტყვები, რომ ოპოზიციონერების დაკავება არის თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომლებიც ყოველდღიურად ირყევა. ამ საკითხს სერიოზულად უნდა შევხედოთ. ანიტა ჰიპერის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ეწინააღმდეგება დემოკრატიული ღირებულებების საფუძვლებს. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, იმის საწინააღმდეგო, რასაც მოველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. უნდა არსებობდეს ინკლუზიური დიალოგი და ეს სწორედ ის არის, რისკენაც მოუწოდებენ გაერთიანებული სამეფო და ეუთო ოდირი. ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი. from an EU candidate country. ძვირფასო კოლეგებო, ჩემი გამოსვლა სუსტი გულებისთვის არ არის, მაგრამ არც საქართველოში არსებული ვითარებაა მათთვის. ჩემი კითხვა ასეთია, კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ რეალური ნაბიჯი გადავდგათ და ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა, მინდა გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დაუძახოთ. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს დემოკრატიის უკუსვლა, მაგრამ ეს არ არის დემოკრატიის უკუსვლა. ის, რასაც ვუყურებთ, არის რუსული სტილის და ალბათ რუსეთის მიერ მართული და მხარდაჭერილი საქართველოს მითვისებაა. ეს არის სახელმწიფო ხელში ჩაგდება ოლიგარქიული ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც შთაგონებულია და მართულია მოსკოვიდან და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. უკვე 200 დღეზე მეტია ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოხატავს პროტესტს ევროკავშირის დროშების ქვეშ. არ შესრულებულა მათი არც ერთი მოთხოვნა, არც ერთი. ახლა კი ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გავაკეთეთ ჩვენ? იანვარში ამ ასამბლეამ პირობითად დაამტკიცა საქართველოს დელეგაციის მანდატები 4 ძირითადი მოთხოვნით. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიების შეწყვეტა, პოლიციის ძალადობის გამოძიება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. და რა იყო პასუხი? ქართული ოცნების დელეგაცია ასამბლეიდან გავიდა, რადგან ეწყინათ, ხოლო რეჟიმი გამწვავდა. არაფერი შესრულებულა. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ მთავრობას საქართველოს დემოკრატიისგან 180 გრადუსით საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავს. მიჰყავს ავტორიტარიზმისკენ. ქართული ოცნება სწრაფად ამყარებს ავტორიტარულ ძალაუფლებას, ხოლო დამკვირაში 7 ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს, გაასამართლეს და აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეუძლიათ.